აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ავთანდილ ჯორბენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი ავთანდილ ჯორბენაძის მეუღლეს ნინო ვეფხვაძეს გადასცა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური დაცვისთვის გაწეული საქმიანობისთვის, აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალეფექტიანი და მწყობრი სისტემის შექმნისთვის გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საყოველთაოდ აღიარებული ორგანიზატორი ავთანდილ ჯორბენაძე დაჯილდოვდა. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლიდან 1999 წლამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1999 წლიდან 2001 წლის დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. გამომსვლელებმა გაიხსენეს ავთანდილ ჯორბენაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა როგორც აფხაზეთის კონფლიქტის, ისე შემდგომ პერიოდში. აღინიშნა მისი გაწეული ღვაწლი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის საქმეში. ავთანდილ ჯორბენაძეს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გარდაცვალებამდე მიენიჭა, ხოლო ოჯახს აღნიშნული ჯილდოები ახლა გადაეცა. ავთანდილ ჯორბენაძეს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის წინაშე, როგორც დევნილობამდე, ასევე დევნილობის შემდეგ. ომის პერიოდში ბატონი ავთანდილი როგორც ექიმი და სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი სოხუმს არ მოშორებია და ყველაფერი რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ამ ადამიანს მიუძღვის. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ აი ამ დაფასებისთვის, ამ ხსოვნისთვის, მამასთვის ძალიან ძვირფასი იყო აფხაზეთი, ყოველთვის სხვანაირი სიყვარულით და სხვანაირი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა თითეული ადამიანის მიმართ, ვინც აფხაზეთთან იყო კავშირში, არა მარტო იქაურ მკვიდრებთან და ძალიან მიხარია, რომ აი ეს ყველაფერი ადამიანებს ახსოვთ. მისი მინისტრობა დაიწყო ზუსტად იმ წლებში, როცა ჩვენ გავხდით დევნილები და მას ეკუთვნის ყველა საბაზისო გადაწყვეტილება, რამაც ხელი შეუწყო ათასობით ხალხის გადარჩენას. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო რეფორმატორი ჯანდაცვის სისტემის, მან პირველმა დაიწყო რეფორმები, თან ისეთი ინოვაციური რეფორმები და დღემდე მოდის ეს და ქართული მედიცინა დგას აი ამაზე.